თავი მეხუთე. დროზე და ვადებზე საჭირო არ არის რამე მოგწეროთ, ძმებო. რადგან თქვენ თვითონაც ზუსტად იცით, რომ უფლის დღე ღამით ქურდივით მოვა. ვინაიდან როცა იტყვიან მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ მოულოდნელად დაატყდება თავს განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები და ვერ დააღწევენ თავს. მაგრამ თქვენ, ძმებო, ბნელში არ იმყოფებით, რომ დღე ქურდივით წამოგეწიოთ. ვინაიდან თქვენ ყველანი ნათლის შვილები ხართ და დღის შვილები. არც ღამისანი ვართ ჩვენ და არც ბნელისანი. ამიტომ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ. ვინაიდან მდინარეებს ღამღამობით ზინავთ და ლოთები ღამით ითვრებიან. მაგრამ ჩვენ, რა კი დღის შვილები ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯრით და ხსნის იმედის მუზარავით. რადგან ღმერთმა დაგვადგინა არა შესარისხად, არამედ ხსნის მისაღებად ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით, რომელიც ჩვენთვის მოკვდა, რათა ჩვენ ვფხიზლობთ თუ გვძინავს, მასთან ერთად ვიცოცხლოთ. ამიტომ შეაგონეთ ერთმანეს და აღაშენეთ ერთმანეთი, როგორც იქცევით კიდეც. გთხოვთ, ძმებო, სანი თქვენს შორის მშრომელნი და თქვენი წინამძღოლნი უფალში და თქვენი დამრიგებელნი. უაღრესი სიყვარული გამოიჩინეთ მათდამი, მათი საქმის გამო, იყავით მშვიდობით ერთმანეთში. და აჰა, შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, დაარიგეთ უწესონი. ანუ გეშეთ სულ მოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურს და სულ გრძელი იყავით ყველას მიმართ. თვალი გეჭიროთ, არავინ მიაგოს ერთმანეთს ბოროტის წილ ბოროტი, არამედ მუდამ ცდილობდეთ სიკეთე უყოთ ერთმანეთს და ყველას. მუდამ ხარობდეთ, ილოცეთ განუწყვეტლივ, მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, ვინაიდან ეს არის თქვენს მიმართ ღვთის ნება ქრისტე იესოში. სულს ნუ ჩააქრობთ. წინასწარმეტყველებას ნუ გააბიაბრუებთ, ყველაფერი გამოსცადეთ, კეთილს ჩაეჭიდეთ, ერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას, თავად მშვიდობის ღმერთმა წმიდა ყოთ სრულად და მთლიანად. სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნეს უბიწოთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მოსვლისათვის. სარწმუნოა თქვენი მხმობელი, რომელიც აღასრულებს კიდეც. ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის. მოიკითხეთ ყველა ძმა წმიდა ამბორი. გაფიცებთ უფალს, წაუკითხეთ ეს წერილი ყველა ძმას, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლით თქვენთან. ამინ.